ახალგაზრდების საჭიროებები რეგიონებში დასაქმება, განათლება. ეს ძირითადი საკითხები იყო ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის დღევანდელ რეგიონულ ტურნირზე, რომელსაც შეკვეთილმა უმასპინძლა. რიგით მეორე კონფერენციაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პრობლემებზე ღიად ისაუბრეს. მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, ასეთია ორგანიზაციის გზავნილი. ეს პლატფორმა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები გამოიკვეთოს და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყოს დროული. სტუდენტებმა შეხვედრაზე დააყენეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალაქებში მეტი გასართობის სივრცის მოწყობა, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. კითხვები დაისვა განათლების რეფორმის ირგვლივ. რამდენად ეთანხმებით ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს და რატომ აკრიტიკებენ ასე მძაფრად ოპონენტები და რა სარგებლოს მიიღებენ სტუდენტები? მინდა რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ქართული ოცნების სახელმწიფო გუნდს, რომ შეძლო ამ რეფორმის გატარება, რომ მზად არის მიიღოს უკავშირი მათ შორის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისგან. და რაც თავარია, მადლობა გადაუხადოთ იმისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა ყველას ჩვენი უნარებიდან გამომდინარე მივიღოთ უმაღლესი განათლება უფასო. მის სუებში ფოჩის საერთოდ გვაქვს და ძალიან ბევრ ახალგაზრდას უნდა რომ იყოს სპორტის სახეობა ფოჩი. ზუგდიდში ჩვენ ხელს უწყობთ კერძო სექტორმა აშენოს კომპლექსი MMA-ისთვის. ჩვენ ზუგდიდელები გაჩუქებთ ჰოთელებს, პროექტს, აპროექტს გვირდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ფოჩი საკმაოდაა იმ ტერიტორიების რაოდენობა, რომლის ათვისება შეგვიძლია ვთქვათ ბანაკების გასამართად, ვფიქრობ, რომ შესანიშნავი იდეა იქნებოდა, რომ აი ეს ტერიტორიები დაგვეთმო ბანაკების. თუ სწორად და კარგად მივაწვით პროექტსაც, გეგმასაც თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს, დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად განხორციელდება ის პროექტი, რაც თქვენ გინდათ. მომავლის ფორმირებასა და ქალაქების უფრო მეტად განვითარების პროცესში ახალგაზრდების როლი უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუდენტებთან შეხვედრებს და ღია კომუნიკაციას განაგრძობს. დისკუსიის ფორმატში განიხილეს ისეთი საკითხები, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სიახლეების დანერგვას და ცვლილებებთან ადაპტირებას ეხება. ყველანაირი საკითხი განხილული იქნა და ჩვენ ახალგაზრდებამ მივიღეთ საჭირო პასუხები და რაღაცნაირად მოგვეცა იმედი იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან გამიხარდა ასეთი შეხვედრა, რომ მოიწყო ახალგაზრდებისთვის, რადგან ეს ნიშნავს პროგრესისკენ მივისწრაფვით, რადგან ახალი შესაძლებლობებია და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრჯერ ჩატარდება ასეთი შეხვედრა. ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვა ყველას საერთო მიზანია. ეს კონფერენციები კი ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ ამ პროცესში აქტიურად ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. თავის მხრივ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია იქნება შუამავალი ყველა საჭირო რგოლთან დააყენოს ის ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდებს რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ახალგაზრდების ხმა ისმოდეს თითოეულ რეგიონში. შეხვედრის მანძილზე განათლების რეფორმა ნამდვილად აღმოჩნდა უმთავრესი, რაზეც ბუნებრივია ჰქონდათ სტუდენტებს შეკითხვები, მათ ჰქონდათ საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები, რადგანაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ისმოდა გარკვეული დეზინფორმაციები, რასაც აუცილებლად უნდა გაცემოდა პასუხი სტუდენტებში. აუცილებლად ვეცდებით, რომ მათ ამ ინიციატივებში უშუალოდ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვინდა ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. რა საჭიროებები აქვთ მათ და რა ჭირდებათ დღევანდელ ცხოვრებაში, რომ მათთვის ცხოვრება უფრო ლაღი და უფრო ლამაზი იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი შეხვედრები, ვინაიდან ჩვენ როდესაც გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, გვაქვს შეხება ჩვენი ქვეყნის მომავალთ. ძალიან საქმიანი, ღია დისკუსია, უცხოელი საუბარი. აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტად განვითარდეს ის სივრცეები და მეტად დადგინდეს ის საჭიროებები, რის წინაშეც დღეს ახალგაზრდობა დგას. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები სამი თვე გაგრძელდება. სტუდენტებს საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში შეხვდებიან. ფინალურ ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.